ადრეული კვლევა, რომელიც თირკმელების მწვავე კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტების გამოსავლენად ჩატარდა, აღმოჩნდა წარმატებული. როგორც იელის უნივერსიტეტის პროფესორის იქიმ დევიდ ბრაუნის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის ანგარიში ვკითხულობთ კიბოს პერსონალიზირებული ვაქცინები, რომელიც 9 პაციენტზე უკვე გამოიცადა, მათ სპეციფიკურ სიმსივნურ გენებზე იყო მორგებული და ვაქცინამ პაციენტების იმუნური სისტემების გამოღვიძებისკენ და კიბოს ამ უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლისკენ უბიძგა, რომლებიც ონკოპაციენტების ქირურგიული ოპერაციების შემდეგ რჩევა. კვლევის იდეა იყო, რომ იმუნური სისტემა სპეციალურად მიმართულიყო იმ სამიზნესკენ, რომელიც თითოეული სიმსივნური უჯრედისთვის უნიკალურია. გამომჯობესოთ პოსტსაოპერაციო მკურნალობის ფორმები და კიბოს შემოტრიალების, დაბრუნების რისკები შემომციროთ. ამას გამომართავს ექიმი ბრაუნი. კვლევის შედეგები 5 თებერვალს სამედიცინო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. კვლევაში მონაწილე პაციენტების დიაგნოზი მწვავე, მესამე ან მეოთხე სტადიის თირკმლის უჯრედების კარცინომა იყო. 9-დან 7 პაციენტში აღმოჩნდა, რომ ვაქცინამ სწორედ დაიდენტიფიცირა სიმსივნური უჯრედები და გარდა ამისა, გარდა გრიპის მსგავსი სიმპტომებისა, კვლევის მონაწილეებში არ გამოვლენილა რაიმე ეგრეთ წოდებული საიდ-გვერდითი ეფექტები. იელის უნივერსიტეტის გუნდი განმარტავს, რომ კვლევა მხოლოდ მცირე ზომის პირველი ფაზის ნაწილი იყო და ამისთვის, რომ ვაქცინამ ამერიკის უმაღლესი მასერტიფიცირებელი დეპარტამენტის FDA-ის ლიცენზია მოიპოვოს, კიდევ ორფაზიანი კვლევის ჩატარებაა საჭირო. მე შეგახსენებთ, რომ ახალი პრეპარატის მიზანი იმუნური სისტემის მობილიზაციაა. ჩვენ კიდევ რამდენიმე ამბავს მოვუყარეთ თავი, ეს სოფლიო ბიზნესის სიახლეებიდან, რომელსაც ხადია დილდან ნინო ონგურაშვილთან ერთად გაგაცნობთ. გერმანული რიტეილ ქსელი მეტროს აქციონერის დენიელ კრეტინსკის გადაწყვეტილებით კომპანია იგი სრულად გადაიბარებს. ჩეხი მილიარდერი ამჟამად კომპანიაში 49.99%-იან წელს ისედაც ფლობს, თუმცა მის გადაწყვეტილებას მეტროს მენეჯმენტი უჭერს მხარს, რომ მან მთლიანად წაიღოს კომპანია მეტრო. კრეტინსკიმ კომპანიის დანარჩენ აქციონერებს აქციაზე 5.3 ეურო შესთავაზა და იმ შემთხვევაში თუ აქციონერები კრეტინსკის შეთავაზებას დახვდებიან, მაშინ ჩეხი ბიზნესმენი არც მეტი დანაკლები მინიმუმ 75%-იან წელს გააკონტროლებს კომპანიების, ხოლო დარჩენილი 24.99% კი საინვესტიციო ფონდების ხელში დარჩება, როგორც არის პალატინი, როგორიცაა ბეიშეიმ ჰოლდინგი და იგივე BC Equities. მეტროს მმართველი რგოლი კომპანიის კერძო საკუთრებაში გადატანას მხარს უჭერს. მათ მიაჩნიათ, რომ საფონდო ბირჟის მიღმა ოპერირება კომპანიას მშვიდ პირობებში მოქმედების საშუალებას მისცემს და აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კრეტინსკი მეტროს შეზღუდვას სცადა. საცალო ვაჭრობის კომპანია ბიზნესმენმა პირველი შეთავაზება თორშტები 2019-ში წარუდგინა, თუმცა მაშინ წარუმატებლად და კომპანიამ ფისკალური წლის პირველი კვარტლის მონაცემებით წარადგინა კომპანიის გაყიდვები არის დაახლოებით 6%-ით გაზრდილი 8 მილიარდ 600 მილიონამდე. საოპერაციო მოგებამ კი 412 მილიარდი ევრო შეადგინა. ვინც არიცით, მეტრო გახლავთ გერმანიის ეკონომიკის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი. ეს არის მაღაზიათა ქსელი, წარმოდგენილი 30-ზე მეტ ქვეყანაში, 700-მდე ფილიალით და კომპანია ჯამურად თორშტები 90,000-მდე ადამიანს ასაკებს. ასე რომ ჩვენ მალე დიდი ალბათობით სწორედ ბატონი კრეტინსკის ხელში ვიხილავთ კომპანია მეტროს. აქვე მინდა მოგიყვეთ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ამერიკული ჰივლეტ-პაკარდის და Uniper Network-ის 14 მილიარდიანი გარიგების ჩაშლის შესახებ. დიახ, ასეა, იუსტიციის დეპარტამენტს ამის ჩაშლა სურს და უწყება ამისთვის სასამართლოს მიმართ და მარეგულირებელმა პირდაპირ თქვა, რომ შერწყმის შედეგად დამაკავშირებელი ტექნოლოგიების ბაზრის 70% ორ კომპანიას შორის, ანუ Cisco-ს და HP შორის, ანუ Hewlett-Packard და Cisco შორის გადანაწილდება, რითაც კონკურენცია შეიზღუდება და საბოლოო ჯამში დაზარალდებიან მომხმარებლები. აღნიშნული სიახლის გავრცელების შემდეგ კი კომპანიების აქციების ფასებმა ჯამში 2%-ით იკლო, რაც ნიშნავს, რომ ინვესტორებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს ნეგატიურად და კომპანია, რომლის შეძენაც Hewlett-Packard Enterprise სურდა, არც თუ ისე დიდი არის, რადგან დღეს მისი საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ 11 მილიარდ 900 მილიონ დოლარს შეადგენს, როცა ამავე კომპანიის HP-ის შემთხვევაში მაგალითად ანალოგიური მაჩვენებელი 28 მილიარდის ტოლი არის. Uniper-ის მთავარი კონკურენტი კი ამერიკული გიგანტი Cisco სისტემსი არის, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციას 259 მილიარდ დოლარს აღემატება.
ბატონო, ამერიკული კორპორაციების 14 მილიარდიანი შერწყმის შესახებ ცნობა პირველად გასული წლის იანვარში გავრცელდა HP-ის გენერალურმა დირექტორმა ანტონიო ნერი. იმ დროს განაცხადა, რომ ეს გარიგება კომპანიის საბაზრო წილს გაზდის, მაგრამ ამასთან ხელს შეუწყობს HP-ის ტრანსფორმაციას, რადგან ამერიკულ გიგანტს სურს საკუთარი ბიზნესის ქვაკუთხედად სწორედ დაკავშირებადობის ტექნოლოგია აქციოს, რომელთაც მოწყობილობებს შორის ინტერნეტის გამოყენებით ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელი. აქვე ბარემ კიდევ ერთ ამერიკულ კომპანიაზე გეტყვით, Top Employers ინსტიტუტმა Philip Morris International მსოფლიოში საუკეთესო დამსაქმებლად მე-19 დაასახელა ZDZ. PMI ერთ-ერთია იმ 17 საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, რომელსაც მიენიჭა მსოფლიოში საუკეთესო დამსაქმებლის სერტიფიკატი და აღნიშნული ჯილდო ისახავს მიზნად მსოფლიოს მასშტაბით Philip Morris-ის დაახლოებით 93,000-მდე თანამშრომლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, სადაც მათ უსმენენ, ითვალისწინებენ მათ აზრს და უქმნიან მიკუთვნებულობის შეგრძნებას. Top Employer ინსტიტუტმა PMI შვილობილი კომპანია Philip Morris საქართველოს მათ შორის საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელა საქართველოში და Top Employers ინსტიტუტის სერტიფიკატი აღიარებს PMI-ის მიღწევებს ადამიანების მენეჯმენტის მიმართულებით და ხაზს უსვამს ორგანიზაციის ძალისხმევას დააკმაყოფილოს თანამშრომლების საჭიროებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც მას ყველაზე მიმზიდველ და სასურველ დამსაქმებლად აქცევს. ვიდრე ჩვენი არაჩვეულებრივი სპონსორების კადრები გადის ეკრანზე, მე კიდევ ერთ კომპანიების შერწყმაზე გეტყვით, განსაკუთრებით ავტოინდუსტრიაში ჩართულებს და გაინტერესებთ ეს ამბავი. ჩინეთის ორი საავტომობილო კომპანია, არც მეტი და ნაკლები, Dongfeng და Shangani შერწყმას, ანუ გაერთიანებას გეგმავენ და ამ ინფორმაციის გაჟონვის ფონზე Dongfeng-ის აქციების ფასი 8%-ით გაიზარდა. ეს თუ მოხდა, ანუ ამ ორი კომპანიის გაერთიანება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ახალი მოთამაშის ჩამოყალიბება იქნება ბაზარზე და სხვა შორის არა მარტო ჩინეთისთვის. ყველასთვის ევროპელი იქნება, ეს თუ ამერიკელი ავტოგიგანტები მიიღებენ საკმაოდ ძლიერ კონკურენციას. ბევრი დავთვალეთ თუ ცოტა, გამოვიდა რომ აი ამ შერწყმით უკაცრავად სოფლიო ბიზნესი მიიღებს სიდიდით მე-5 ავტოკომპანიას, ხო და აგერ არც ის დაგავიწყდეთ, რომ ჩინეთის მთავრობაა სრულად ამ ორივე ბრენდის, Dongfeng Motors-ის და Chang'an Autos აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი. ანუ როგორ ფლობს ჩინეთის მთავრობა ამ ორი კომპანიის საკონტროლო პაკეტს. საუბარია Dongfeng-ის და Chang'an-ის დამფუძნებელ კომპანიებზე, სადაც შესაბამისად ჩინეთის მთავრობას აქვს საკონტროლო პაკეტი და თუ ვინმე მიიღებს საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას ამ შერწყმაზე, ცხადია ეს იქნება პირველ რიგში ჩინეთის მთავრობა, როგორც წარმომადგენელი ამ ყველაფრისა. ჭკვიალა ბრილიანტების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძროები შეინიშნება და აქ საუბარია ერთ-ერთი უდიდესი მომპლობელის De Beers-ის ანალიტიკაზე, რომელსაც ახმოვანებს მისი გენერალური დირექტორი ალკუკი. შობამდე ძალიან მოიმატა შეერთებულ შტატებში მოთხოვნა, 8%-ით აფიქსირებს და ეს ძალიან დიდი ენთუზიაზმს აჩენს ინდუსტრიაში. პარალელურად ინდოეთმა სხვა შორის ჩინეთს გადაასწრო და ბრილიანტებისთვის სიდიდით მეორე ბაზარი გახდა, სადაც ბუნებრივ ქვებზე მოთხოვნა ორნიშნა მაჩვენებლით იზრდება. გლობალური ბაზის გამოცოცხლება მაინც დიდწილად მინდა იცოდეთ ბრილიანტების ნაწილში, სწორედ ინდოეთს უკავშირდება, რადგან ჩინეთში ბოლო წლებში ბრილიანტებზე, ისევე როგორც სხვა ფუფუნების აგნებზე მოთხოვნა არის მკვეთრად შემცირებული. და ძვირფასი ქვების ბაზარზე მოთხოვნა მიწოდების ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალა ლაბორატორიაში დამზადებული ბრილიანტების გამოჩენამ. რის გამოც De Beers-მა ბუნებრივი ქვების ფასი 10%-ით შეამცირა. ლაბორატორიაში დამზადებული ბრილიანტი, როგორც ცნობილია, ვიზუალურად და სტრუქტურულად ბუნებრივი იდენტურია, მაგრამ მისი წარმოება გაცილებით იაფია, რაც პირდაპირ აისახება ფასებზე. და ერთით ჩვენგან გუშინ წავიკითხე, კორპორაცია Google-მა შეუცვალა სახელი თავის სისტემაში, ანუ Google Maps-ში მექსიკის ყურეს და ეხლა ამერიკელი მომხმარებლებისთვის ამ ყურეს ქვია ამერიკის ყურე, ხოლო მექსიკელი Google-ის მომხმარებლებისთვის დარჩება ძველი სახელი მექსიკის ყურე. აი რაც შეეხება დანარჩენ სოფლიოს ჩვენ რო შევიდეთ, ხო? და მნიშვნელობა არ აქვს მომხმარებელი რო არც ამერიკელი იყოს და არც მექსიკელი, მაგრამ თქვათ Google-ის მომხმარებელია. მისთვის ორი სათაური და ორი დასახელება დარჩება, როგორც მექსიკის, ასევე ამერიკის ყურეები. აი ესე გადაწყვიტა ეს ამბავი კორპორაცია Google-მა.
2025 წლის იანვარში სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას 696,359 ადამიანი იღებდა და მათგან თითქმის 230,000 პირი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში არის ჩართული, რის გამოც სოციალურად დაუცველი სტატუსი მათ 4 წლით უნარჩუნდება. წინა თვესთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი თითქმის 6,000-ით არის გაზრდილი და საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირი ამ შემთხვევაში არ გულისხმობს დასაქმებულს, რომელმაც ამ პროგრამით მუშაობა დაიწყო. ეს არიან ადამიანები, რომელთა ერთი ოჯახის წევრი მაინც დასაქმდა ამ პროგრამით, ანუ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახიდან თუ ერთი პირი მაინც დასაქმდა. ამ პროგრამით მისი ოჯახის წევრები, იქნება ეს ოჯახი 2, 3 თუ 4 ან მეტ წევრიანი პროგრამაში ჩართულებად ითვლებიან. კი ბატონო, საქართველოში საარსებო შემწეობის პროგრამა ფინანსურად ეხმარება ყველაზე ღარიბ ოჯახებს. მათ აქვთ სარეიტინგო ქულები მინიჭებული და ის ქულები არ უნდა იყოს 120,001-ზე ნაკლები. სარეიტინგო ქულას კი ვინ განსაზღვრავს მთავრობა, ანუ სოციალური მომსახურების სააგენტო და ის ასახავს, ასე ვთქვათ, ოჯახის შემოსავალსა და ქონებას. ხოდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედა, იმ პირებს, რომლებიც აი ამ პროგრამაში არიან ჩართული, სახელმწიფო სააგენტო აღარ ამოწმებს და სტატუსი 4 წლის განმავლობაში უცვლელად უნარჩუნდებათ. ხოდა ჩემი კითხვაა საქართველოს მთავრობაში მომუშავეებთან. ეს პროგრამა, აი ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არის კორუფციის ძალიან მაღალი რისკების შემცველ მატარებელი. ხოდა კიდევ უფრო მარტივად ვიტყვი, იმიტომ რომ ჩემი ხშირად შეიძლება არ ესმოდეთ ჩემი გადმოცემისა და ჩემი ლექსიკა ფრაზეულობისა. ეს პროგრამა არსებობს ეჭვი, რომ არის დაკანონებული პოლიტიკური კორუფცია. და ამ პროგრამის სახით ხდება ხელისუფლებისთვის ლოიალურად განწყობილი პირების და მათი ოჯახის წევრების ყოველთვიური დაფინანსება. ეს ერთი. ეხლა მეორე. თუ ქვეყანაში საარსებო შემწეობას იღებს 700,000 ადამიანი, ეს მთავრობის ოფიციალური პოზიციაა. მაგრამ მოდი მაინც დავზუსტები. 696,359 ადამიანი. იანვრის მდგომარეობა. რანაირად ხდება, რომ მიწონებთ თავს, რომ ქვეყანა გამოსულია სიღარებიდან და გადასულია მაღალ შემოსავლიან, ანუ უფრო დიდარი ქვეყნების რიგებში. კაი, ირაკლი ყობახიძეს და მის მოლაპარაკე თავებს ალბათ არ მოწონთ. სტატისტიკასთან დაკავშირებული ჩვენი შენიშვნები, მაგრამ თუ ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებული მოსახლეობიდან ყოველი მეხუთე შემწეობას იღებს, როგორც ეს აღნიშნულია მთავრობის სტატისტიკაში. როგორ ხდება, რომ ეს ქვეყანა მდიდრდება და თან სახელმწიფო პროგრამა საარსებო შემწეობის გარეშე, ну, რა ვიცი, ისეთი გამჭვირვალეა, რომ იქ ვერ აღმოაჩენ ვერც მკვდარ, ვერც ცოცხალ სულებს ქართული ოცნების, მაგალითად მხარდამჭერებისგან. იქნება ახსნათ თქვენს პარტნიორ ბიზნესმენებთან ერთად ეს ეკონომიკური ანომალია. ახსნათ პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან ერთად. თუ ცხადია თუ შეძლებთ, თუ დაგჭირდებათ განმარტება და დახმარება, რას ნიშნავს ეკონომიკური ანომალია საარსებო შემწეობის პროგრამასთან მიმართებით, ან კორელაციაში არ დაგზარდებით და მათ ტერმინოლოგიაშიც გაგარკვევთ. ერთად და ცალ-ცალკე. კარგი ამბებიდან ის გახლავთ, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა ყაზახური ამოფოსის გადაზიდვა დაიწყო. სასუქის პირველი პარტიაზეა საუბარი 3,000 ტონით, რომელიც წარმატებით გადაიტვირთა და პორტის მენეჯმენტის ცნობით ამ მინერალური სასუქის ტრანსპორტირება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ბათუმის საზღვაო პორტიდან პირველად განხორციელდა. ტვირთის მიწოდება ორგანიზებული იყო მულტიმოდალური ტრანსპორტირების ფორმატში. ტვირთის გაგზავნა კაზახ ფოფსეიტმა განახორციელა, კაზჰოსფეიტმა, ბოდიშვილი. და აღსანიშნავია, რომ 2025 წელს კომპანია ბათუმის საზღვაო პორტი გეგმავს 50,000 ტონა ყაზახური ამოფოსის გადაზიდვას, რაც მნიშვნელოვნად გააფართოვებს იმ მარშრუტით მინერალური სასუქების ექსპორტის შესაძლებლობას. ბათუმის პორტის ცნობით 2024 წელს ნავსადგურმა 37,600 ტონა ყაზახური ამონიუმის ნიტრატის პირველი მიწოდება მოახდინა მსოფლიო ბაზრებზე ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით. ასევე აქვე რახან ვახსენეთ, მინდა კიდევ ერთი ამბავი თქვა, ქართულ-ყაზახური ინვესტიციით ფოთში საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. 2025 წლის აპრილში გაიხსნება ეს ამბავი. თავად ინვესტორი კომპანია PTC ჰოლდინგია. საკითხზე ყაზახეთში ვიზიტისას ყობახიძის და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზეც ისაუბრეს და PTC ჰოლდინგის ცნობით ახალი ტერმინალი 9 ჰექტარ ტერიტორიას იკავებს და წლიურად
80,000 კონტეინერის მომსახურება შეძლებს. პროექტს ყაზახური მხარე ქართულ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს და ეს ფოთის პორტში პირველი ყაზახური ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ხელს ორმხრივი ტრანსპორტირების განვითარებას და ლოგისტიკური ქსელის გაუმჯობესებას შეუწყობს. ყაზახეთსა და საქართველოს შორის გასულ წელს ტვირთის 62%-იანი ზრდა ადასტურებს ამ პროექტის მნიშვნელობას ბიზნესისა და სატრანსპორტო ინდუსტრიებში. ამას აცხადებენ კომპანიაში ფოთის პორტში საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა დაიწყო 2023 წელს შემოდგომაზე. მაშინ BMG-ს ამ კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ პროექტის განხორციელებისთვის პარიტეტულ საწესებზე ერთობლივი საწარმოო ფოთი ტრანსტერმინალი შეიქმნა, სადაც ქართულ მხარეს და PTS Holdings თანაბარი 50%-იანი წილები აქვს და პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, საიდანაც ნახევარი ქართულს, ნახევარი ყაზახურ მხარეს უნდა დაედო და დაეფარა. როგორც წარმატებები ამ პროექტსაც და მეტი ინვესტიციები, ეკონომიკის ზრდა და ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში.